მოგონები 1965 წლის დეკემბერი 5 წლის დედაჩემის საშიში ხმამაღალი შემზარავი ხმით მაფრთხილებს შევწყვიტო ფუჩუების ფხანი მეშინია რომ სულ დავიკაწრა ერთი ადგილი მას მერე აღარ ვეხები აბაზანაშიც კი მეშინია რომ წყლით გავივსავი და გავსკრები აბაზანაში შესვლისას ფუჩუს ბინტებით ვიყავ რომ ხვრელი ამოასო მაგრამ წყალთან ერთად ბინტებით მძვრება წარმოვიდე რამე შემაკავებელს საცობს რომ ვერაფერი შევიდეს შიგ 3 წვილი გულებიანი ბამბის საცვლებით ვიძინე ჩემი პიჟამის ქვეშ ზოგჯერ მაინც მინდა შეხედა მაგრამ არ ვეხები მოგონება 7 წლის ედგარ მონტანა რომელიც 10 წლისაა ბრაზდება და მთელი ძალით მივტყავს ფეხებს შუა ასე მგონია მთლიანად დავიმსხვერი ძლივს მივასლასებს ახლამდე დედაჩემი მეკითხება თუ რა გამემართა და ვერ ვუყვები რა გააკეთა ედგარმა დედაჩემი მიყვირის და მაფრთხილებს რომ არასოდეს არავის მივცე უფლება იქ შემეხოს ცდილობ აუხსნა რომ კი არ შემეხო დამართ მოგონება 9 წელს საწოლზე ვთამაშობ ხვტი და ვეცემი ფუჩუს საწოლის კიდეს ვუთხა მე მთელი ძალით კი ვისეთი წვრილი ხმით თითქოს ჩემი ფუჩუს პირის ხმა იყოს საავადმყოფოში მივყავართ და იმ ადგილებს მიკერავენ რომლებიც დამიზიანდა მოგონება 10 წლის მამიჩემის სახლში ვარ და ზედა სართულზე წვეულება აქვთ ყველა სვამს მე სარდაფში მარტო ვთამაშობ და მამიჩემის ნაჩუქარი შეყვარებულ ახალ თეთრ ლიფსა და ტრუსებს ვიზომებ უცებ მამაჩემის საუკეთესო მეგობარი ძია ალფრედი მოდის უკნიდან ხდის ჩემს ახალ საცვლებს და თავის დიდ და მაგარ პენის მთრის ფუჩუში მე ვკივი ვურტყავ ვცდილობ მოვიცილო მაგრამ უკვე შიგნითაა მამაჩემი ცივ-ჩდება და მას თოფირავს საშინელი ხმა მესმის შემდეგ ალფრედი და მე სისხლში ვცურავთ ბევრ სისხლში დარწმუნებული ვარ რომ ფუჩუ ნამდვილად და საბოლოოდ მომძვრება ალფრედი სამუდამოდ პარალიზებულია და მე დედაჩემი მამაჩემს მომდენო 7 წლის მანძილზე არ მანახებს მოგონება 13 წლის ჩემი ფუჩუ საშინელი ადგილია ტკივილის, სიბინძურის, დარტყმის, დაპყრობისა და სისხლის ფეხებს შორის ავტოსტრადას წარმოვიდგენ და მოვწავ შორდება მოგონება 16 წლის ერთი ულამაზესი 24 წლის ქალია ჩვენს მეზობლად და სულ მას უყურებ ერთ დღეს თავის მანქანაში მეპატიჟება მეკითხება მომწონს თუ არა ბიჭების კოსა და პასუხობ რომ არ მომწონს მეკითხება სურს თუ არა რომ რაღაც მაჩვენოს იხრება ნაზად მკოცნის ტუჩებში და ჩემს პირში თავის ენას აცურებს მეკითხება მინდა თუ არა მასთან სახლში წასვლა შემდეგ ისე მკოცნის და მირჩევს მომდუნო ჩვენს ენებს სიამოვნების საშუალება მოწ დედაჩემს ეკითხება დამტოვებს თუ არა მასთან ერთი ღამე და დედაჩემი ძალიან ბედნიერია რომ ასეთი ლამაზი და წარმატებული ქალი ჩემით დაინტერესდა მეშინია და ვერ ფანტასტიკური სახლი აქვს, კარგად მომდოვებია. 70-იანი წლებია, ფერადი შუქები, ფუმფულა ბალიშები. გადავწყვიტე რომ გავიზრდები მიცმასავით დივანი გამოვიდე. თავისთვის არ ახსისხამს და მეკითხება რას დადებ. პასუხობ რომ მივიდეს. მეუბნება რომ არ გონია დედაჩემს მოეწონოს არაფერი რომ დავიდო. პასუხობ რომ დედაჩემს ისიც არ მოეწონება რომ გოგოს ვაკოცეთო და ეს ულამაზესი ქალი სასმელს მიკეთებს. შემდეგ შოკოლადისფერ ატლასის ხალათს იცვამს. ისეთი ლამაზია. ლესბოსელი ყოლს მახინჯები მეგონა. ვეუბნები, არაჩვეულებრივად გამოიყურები, პასუხობს შენც. ვეუბნები, მე მხოლოდ ეს თეთრი ლიფი და ტრუსები მაქვს. შემდეგ თვითონ ნელ-ნელა მეორე ატლასის ხალათით მოსავს. იისფერია, გაზაფხულის პირველი დღეებია. ალკოჰოლი მომეკიდა და მზად. მისი საწოლის თავზე შიშველი შავკანიანი ქალის სურათია, სქელი ხუჭუჭა თმა. მელა და ნაზად მაწვენს საწოლს და ჩვენი სხეულების შეხებითაც კიდოდა. შემდეგ ის ყველაფერს გვიკეთებს მე და ჩემს ფუჩუს, რაც მანამდე უწესობად მიმაშთა და
ისეთი აღელვებული ვარ, ისეთი ველური. მეუბნება შენს ვაგინას კაცის ხელ დაუკარებელს. ისეთი ცოცხალი, ისეთი სასიამოვნო სუნი აქვს. ძალიან მინდა მისი მუდმივ ასეთად შენარჩუნება შემეწყოს. საოცრად ველდები და ტელეფონიც რეკავს. დედა ჩემია, დარწმუნებული ვარ მიხვდა, ყველაფერს ხვდება. ძიმეთს უნთქავ და ცდილობ არაფერს შემეტყოს, როცა ტელეფონთან მივა. მეკითხება, რა გჭირს, ირბინე? პასუხობ. არა, დედა, ვარჯიშობდი. შემდეგ ლამას დივანს თხოვს, რომ მაკონტროლოს და ბიჭებს არ შეხვდა. დივანი პასუხობს. მეც არანაირი ბიჭი აქ არ არის. ეს საოცარი ქალი ყველაფერს მასწავლის ჩემი ქუჩუს შესახებ. მის თვალწინ მაფერებდებს და მასწავლის როგორ მივანიჭო ჩემს თავს სიამოვნება ათასნაირი ხერი. ძალიან დაკვირვებულია. მეუბნება რომ ყოველთვის უნდა ვიცოდე საკუთარი თავის სიამოვნება, რადგან არასოდეს გავხდე მამაკაცზე დამოკიდებული. დილას მეშინია რომ ლესბოსელად ვიქეცი, რადგან ჯერ ისე მიყვარს. ის ცინის, თუმცა მას შემდეგ აღარასოდეს მინახავს. მოგვიანებით გავაცნობიერე რომ ის ჩემი საოცარი, მოულოდნელი და არაპოლიტკორექტული საშველი იყო. მან ჩემი საწყალი ფუჩუ სამოთხედ აქცია.